გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგემთხვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხիկ ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები ამის შემდეგ ივან ცარევიჩმა პიტა, შენ მულტფილმი ჩართე, მე ნაყინს მოვუტან. ცოტას შევჭამთ, შეიძლება? ტელევიზორი არ მუშაობს. მაცივარიც არ მუშაობს. ნაყინი სულ გადნა. ელექტროენერგია არ გვქონია. არც მულტფილმები, არც ნაყინი. ასე როგორ უნდა ვიცხოვროთ? ისე ვიცხოვრებთ, როგორც ადრე ცხოვრობდნენ. ძველებურად ვიცხოვრებთ. მე მაქვს ძველი დინამო მანქანა. მას თუ დაატრიალებ, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. კარგი, მეზობლებთან გავალ, ნახავ მათ თუ აქვთ შუქი. არ გამოდის, დაჟანგდა. ძლიერად უნდა ატრიალო, რომ ნატურა აინთოს. დაჟანგებულია, როგორ უნდა დავატრიალოთ? მოდი, ტურბოზავრები გამოვიძახოთ. ტურბოზავრები გამოიძახეთ? მიეცით პროფესიონალ საშუალებას საქმე გააკეთოს. პროფესიონალს მიეცით საშუალება საქმე გააკეთოს. მართალია, შენ კი ზერ დასაზვერად გაფრინდი, გაიგე რატომ არ არის აქ შუქი. ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრები წინ. ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ, ტურბოზავრებო წინ. ელექტროენერგია იმიტომ არ არის, რომ ერთ-ერთი გენერატორი წაიქცა და ასე რატომ იყურებთ? გენერატორი ძლიერი ქარის გამო წაიქცა. ეს პროპელერი რად უნდა? ის დინამო მანქანასავითაა. ოღონდ აქ ქარი ატრიალებს ფრთებს, ისინი კი ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რომელიც შემდეგ მაცივარსა და ტელევიზორს ამუშავებს და შუქით წინთება. ქარის გენერატორი რომ შევაკეთოთ, თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ. ტრაკ, შენ მას ასწევ. ჩვენ დაგეხმარებით, შენ კი ზერ, ალამი დაგვიქნიე, როცა გასწორდება, გასაგებია? გავიგეთ? ტურბოზავრებო, წინ! კარგია? ასიეთ? აი, ასე. უბრალოდ სიღრმე შევამოწმე. ფრთხილად ძალიან ღრმა ორმოა. ახლა ფუტკარს ვიგერიებდი. ბოც, უფრო მაღლა უნდა წამოვდოთ. ანკის გვარლი კი მოკლეა. ვიცი რა არის საჭირო. მაგარია.
ვაშა! ავწიეთ! ბაშა, ახლა ქალაქს ისევ აქვს ელექტროენერგია. ხუთსუჩი გამაგრდება და ქვასავით გახდება, ვერანაირი ქარიშხალი ვერ წააქცევს. კოჩს რა ვუყოთ? უნდა დავიჭიროთ. ტურბოზავრებო, კოჩი შევაჩეროთ წინ. ელექტროენერგია ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოგონებაა. ბებია, დინამო მანქანა დავატრიალეთ, ნატურა კი მაინც არა ინთო, რატომ? ნატურა ხომ 100 წლის წინ გადაიწვა. დაგენაძლევები რომ ვერ მოასწრებს. არა, აღარ დაგენაძლევები. ნამდვილად ვერ მოასწრებს. ასე არ თამაშობ, ეს უსამართლობა! მოფრინავს! უკვე მოფრინდა. შეხედეთ! ეს რა არის? რაღაც ლაკაა. ვაშლი გადაიღე? ეს ვაშლი არ არის. ტელესკოპში ვიყურებოდი და რაც დავინახე, ამოგიბეჭდეთ. ეს ჰგავს? დიდ მეტეორიტს. ნამდვილად ასეა. ბებიას ბაღში მოფრინავს. შენ რა იცი? ეს ლაკა ვაშლს გავს და ვაშლის ზომისაა. ხომ ასეა? ო, ასეა? ვაშლები კი სად იზრდება ბებიასთან? ბაღში. ესე იგი მეტეორიტი იქ ჩამოვარდება. ბებიას ბაღში გოგრა აქვს, ჩემპიონი. მეტეორიტი კი მას. ბებიას ძალიან ეწყინება. უნდა გადავარჩინოთ. ბებია? გოგრა, და რაც შეიძლება სწრაფად. რა გეგმა გვაქვს მის გადასარჩენად? მე ვიცი. მეტეორიტი შურდულით უნდა ჩამოვაგდოთ. არა, ვერ მოვარტყამთ. იქნებ ტყეში შემოვიტყუოთ და მახეში გავაბათ. მეტეორიტი? ის ხომ ქვაა? რით გინდა რომ შემოიტყუო? ყველით? იქნებ? აი, ამ ხელა ვენტილატორი გავაკეთოთ. ის მეტეორიტს ტბაში გადაისურვის. მივხვდი რა უნდა გავაკეთოთ. მომყევით. მოვიფიქრე. რაღაც უზარმაზარი ჩოგნის მსგავსი უნდა გავაკეთოთ. და მეტეორიტი მოვიგერიოთ. მართალია. მართალია. დიდი ბადა გჭირდება. ბაღის თავზე გადავჭიმავთ და როცა მეტეორიტი მოფრინდება, მას პიუმ! წინ ბადი საძებნელად. ბადეს ვხედავ. ტბასთან ახლოსაა. ბაშა, წავედით. კარგი, მოდი აქ ყველაფერი სწრაფად ამოვთხარო და სხვაგან გადავითანოთ. მეტეორიტიც მოტყუებული დარჩება. გენიალური იდეა. ეს რა გააკეთეთ? ბებია მალე დაბრუნდება მაღაზიიდან. აქ კი არეულობა დახტება. მხოლოდ ერთი შეხედვით არეულობა.
მაგრამ თუ არ დააკვირდები, ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნეთ, თორემ ბებია გაბრაზდება. მე მგონი, ყველაფერი მოვაწესრიგეთ. დავუჩქაროთ, ბადე გავჭიმოთ. პეტიას გეგმას მივდებთ. მეტეორიტი შეიძლება წუთი-წუთზე მოფრინდეს. მარჯვნივ, ახლა მარცხნივ. მე მგონი, ყველაფერი მზად არის. შემოწმე სად არის მეტეორიტი. მოიცადე, ლიზა უნდა გაწმინდო. ხედავ, მას ბაბუაწვერის ბუმბული მიეკრო. ო, მეტეორიტი გაქრა. მე მგონი ეს უბრალოდ ბუმბული იყო. მეტეორიტი დღეს არ იქნება? ახლა მე მოფრინდება. დავიჭიროთ? ო! ой, ჩქარა. მარჯვნივ, მარცხნივ. ჩემკენ. სტეკ, აკეთ. ესე ჩვენი მეტეორიტი. დღეს ხომ ბოლო სეანსია. შენც გინდოდა ამ მულტფილმის ნახვა? არა, პეტია, კინოში არ წავალთ. რატომ, კატა? აი, ამიტომ. ბავშვს მარტო ვერ დავტოვებთ. გამარჯობა. ბავშვებო, აქ რატომ ხართ? ჩვენ გელოდებოდით. ბები ეკბილის ექიმთან წავიდა. ჩვენ კი იპოლიტის მოსავლელად დაგვტოვა. ამიტომ აქ უნდა ვიყოთ. ნუ მიაქცევ ყურადღებას. კინოში უნდა დაწასვლა. ამიტომ ახლა მთელ სამყაროზეა გაბრაზებული. არ შეიძლება რომ ვინმე შეგცვალოს. ვინ? მაგალითად მე. ბავშვი მიცნობს, მისთვის უცხო არ ვარ. მაშინ 2 საათით შევცვალე. მალე დავბრუნდებით, კარგი? იპოლიტ. იპოლიტ. ეს რა არის, რა ხდება? ბავშვებო, ნუ იმალებით, არ გაგიბრაზდებით, ბურთი გამომართვით. იპოლიტ. რას აკეთებ, ხომ შეიძლება ვინმემ დაგინახოს? თუ აყური ვერ მივადებნა, ის დაიკარგა. რა? პანიკა საჭირო არ არის, დო? დანარჩენ ტურბოზავრებს დაუძახე დასახმარებლად. იპოლიტის შორს ვერ წავიდოდა. არსად არ არის. სახლში ვერ დაიმალებოდა? ყველ გამეძებეთ, ბულ, ვერ ვხვდები, სად უნდა წასულიყო? იპოლიტი დეიდან ნორასთან ერთად წავიდა მანქანით. გაუძელი, იპოლიტ. უნდა დავეციოთ. ისიც არ ვიცით, სად მიდის დეიდან ნორა. ესე იგი, უნდა გავიყოთ. ტრაკ, შენ დევნის დროს ვერ დაგვეხმარები, ამიტომ ტყეში დაბრუნდი. ყველაზე საინტერესო ისე უჩემოდ მოხდება. შენც დარჩები.
ბებია შეიძლება მანამდე დაბრუნდეს, სანამ იმპოლეტს ვიპოვით. ტურბოზავრებო, წინ! რა მოგივიდა თორ? გზა გადაკეტილია, ვერ გაივლიდა. რა ცუდია. ახლა საბურავის შეცვლა მომიწევს. ანკი, შეხედე, ეს ხო მის მანქანაა, რომელსაც ვეძებ. როგორ გაუხარდებათ, როცა მანქანასა და იპოლიტს მივუყვანთ? გამარჯობა. მანქანა ვიპოვეთ, რომელმაც იპოლიტი წაიყვანა. მანქანის ადგილზე დაბრუნება მოგიწევთ და დაშვებული საბურავი შეცვალეთ. დიახ, საბურავი მაქვს შესაცვლელი. აღარ არის შესაცვლელი. ჩემი მანქანა გაიტაცეს. არა, არ გაუტაცებიათ? საბურავით წესრიგშია. საოცრებაა. მაგარია, ტრაკ, ნამდვილი პროფესიონალი ხარ. კიდევ ბევრი რამ შემიძლია. აი მეორე ბურთი რომ ქონოდა. თქვენ აქ ერთობით, იქ კი. სამი კაცია ტომრებით. და აქეთ მოდიან. ტომრებით? ჰა, ძალიან დიდი ტომრები აქვთ. ზურგით მოაქვთ. ალბათ ტურისტები არიან და ზურგჩანთები აქვთ. მაშინ ჩვენი წასვლის დროა. არავინ არ უნდა დაგვინახოს. ზერ, რა გააკეთე? რატომ მაშინვე ზერი? ზერი დაიღალა, დასასვენებლად ჩამოჯდა. ქვები კი უკვე 500 წელია არ შეუკეთებიათ. ქვას ასწრაფოდ უნდა ამოვიღოთ. მაგრამ შეიძლება ვერ მოვასწროთ ის ტურისტები. ის ტურისტები ახლოს არიან. გეგმა მაქვს. ტურისტებს შევაყოვნებთ. ტრაკ, შენი დახმარება დაგჭირდება. წამოვყევი. ბურთი წამოვიღო. არა, შენი სხვა ნიჭი დაგჭირდება. ჩვენ კი მანამდე ბაზის რემონტს მივხედავთ. ტურბოზავრებო, წინ! კიდევ ბევრი უნდა ვეაროთ, სანამ შევისვენებთ. არა, უკვე ახლოს ვართ. აქ ერთი მშვენიერი მინდორი ვიცი. იქ გავჩერდებით ღამის გასათევად. ამ დღეში მხეცები არიან? დათვებიან მგლები? აქ სრულიად უსაფრთხოა. ტრაკ, როცა მოგვიახლოვდებიან, ხმამაღლა შეუღრინე, როგორც შეგიძლია. ძალიან ხმამაღლა. დიდი ხანია ეს არ გამიკეთებია, მაგრამ ვეცდები. დროა. დათვები,
მგლები, ენოტები. ტრაკ, ნამდვილი გენიოსი ხარ. რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერი შესანიშნავად გამოგდის. ახლა დრო გვაქვს, რომ ბაზა გავარემონტოთ. კიდევ უფრო უკეთესად შემიძლია. ცოტა რომ მე ვარ ჯიშა. არ გამოდის. ახლა მე ვწდი. არ გამოდის. ვერაფერს ვერ წამოვდე, კაუჭი. თითქოს რამდენიმე პატარა ქვად ვაქცევ. მეტის მეტად მაგარი ქვა. რა გავაკეთოთ? ტურისტები გარკვეული დროით შევაყოვნეთ, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩნდნენ აქ. სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ რამე. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. პერკეტი გჭირდება. შეხედეთ? მაგარი მორი უნდა ვიპოვოთ. მის ერთ ბოლოს ქვის ქვეშ დავდებთ მეორეს, რაც შეიძლება მაგრად დავაწვევით. აქედან ახლოს წაქცეული ხედა ვინახე. ტრაკ, გამომყევი, გაჩვენებ. იქნება არ არის საჭირო. საჭიროა. უნდა გავიგოთ რა ხმა იყო. შეიძლება სამეცნიერო აღმოჩენა გავაკეთოთ. ტრაკ, მორს დააწექი. ტურისტებს ვხედავ. ძალიან ახლოს არიან. ბულ, ტრაკს დახმარება სჭირდება. ჩვენი წასვლის დროა. გმადლობთ მეგობრებო. არაფერს. ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ. გამარჯობა. შემთხვევით, ცოტა ხნის წინ საეჭვო ხმები ხომ არ გაგიგონიათ? ველური მხეცის საშინელი, შემაძრწუნებელი ხმამაღალი ღრიალი. გამარჯობა. ველური მხეცის? რას ამბობ, აქ ასეთები არ არიან. ჩვენი დღე სრულიად უსაფრთხოა. ღრიალი? გავიგონე. მე და ჩემი ძმა ქვის ხანას თამაშობდით. პეტი ხმალკბელა ვეფხვი იყო. მე კი პირველყოფილი მონადირე. აი, შენ კიდევ დათვები, ენოტები, ხმალკბილა ვეფხვი. ძალიან ლამაზი ვარ, ასე არ არის? მოიცადეთ, რაღაც მოხდა. ბებია, ბიბლიობუსი მოვიდა. ამჯერად რომელი წიგნი წამოგიღო? მეკობრეებზე? ზღაპარი? იქნებ კოსმოსის ისტორია. კარგი ვნახოთ, რა აქვს ჩვენთვის ბიბლიობუსს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? შეგიძლიათ ჩრდილში დაისვენოთ. რამდენი სხვადასხვა წიგნი აქვს?
არჩიე? ჩემი საყვარელი სერია საბავშვო დეტექტივები. ასეც ვიცოდი. რა ხდება? ბებია! ბებია! ბიბლიობუსი დაგორდა. ბებია, გააჩერე. ავტობუსი უნდა შევაჩეროთ. ტურბოზავრებო, წინ! დო, შენ ყველაზე სწრაფი ხარ. კატია და პეტია წამოიყვანე. ჩახდით. კარგია, მას დავეციეთ. შემდეგ რა ვქნათ? იქნებ კართან ახლოს მივიდე, ბებია კი ჩემთან უკანა სავარძელზე გადმოხდეს. დო, ბებია სწრაფად მიმავალი ავტობუსიდან ვერ გადმოხდება. მართალი ხარ. ეს სათადარიგო გეგმა იქნება. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება. შეხედე, ზერი აქ არის. ზერ, ფრთხილად! მე ზუსტად ეს მინდოდა. ო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ბიბლიობუსის გაჩერება გვინდა და დახმარება გვჭირდება. დახმარება უკვე გზაშია. შეხედეთ, გზა მთავრდება. სანამ ავტობუსი დაღმართზე მოძრაობს, მას ვერ შევაჩერებთ. შეუძლებელი არაფერია. ახლა თუ ვერ გავაჩერებთ, ვაიძულოთ ზევით იმოძრაოს. შესანიშნავი იდეა, სერ. ტრაკი და ანკი იპოვე. მათი დახმარება გვჭირდება სასწრაფოდ. თორ, 30 გრადუსიანი დაქანება გვჭირდება. ტრაკ, შენ აღმართი უნდა გაასწორო. მე კი ვეცდები ავტობუსი გადასახვევისკენ მივმართო. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვფიქრობ აი ამ წიგნებს ავიღებ იპოლიტისთვის და სატვირთოების მხიარულ თავგადასავლებს, თუმცა მოლაპარაკე სატვირთოები რა თქმა უნდა არ არსებობენ. ო, მოლაპარაკე სატვირთოები. ძალიან სასაცილოა. შეხედე! მონეტა! ჩვენი ხომ არ არის? ჯობია ადგილზე დავაბრუნოთ. როგორი პოვის პატრონი ასეთ ბარდებში? მას დავასკანერებ და პატრონს ანაბეჭდებით ვიპოვით. სკანირება. ანალიზი. ანაბეჭდები აღმოჩენილი არ არის. ნაპოვნის სავარაუდო ასაკი 300 წელიწადი? ბაშა, უძველესი მონეტა ვიპოვეთ. მოდით კიდევ მოვძებნოთ. იქნებ მთელი განძი ვიპოვოთ. განძი! მოკლედ განძი მაინც ვერ ვიპოვეთ.
ვერ დაგეთანხმებით, ყველა ეს ნივთი ძალიან ძველი, ამიტომ ფასეულია. დიდი ხნის წინ იქ სოფელი იყო. შესაძლებელია, რომ განძიც იყოს. ვინ იცის, მაგრამ ამას სპეციალისტებმა უნდა მიხედონ. ნაცნობი არქეოლოგები მყავს. დაურეკავ და გათხრებს დაიწყებენ. მათ გარეშე გათხრა არ შეიძლება? ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს, რომ ძველი ნივთები არ დაზიანდეს. ნეტო მალე ჩამოვიდნენ არქეოლოგები. ისინი როდის ჩამოვლენ? წამოდი კაჭა. სად? როგორ თუ სად? გავთხაროთ. ფრთხილად. ოღონდ გოლი არ გაიტანოს, ოღონდ გოლი არ გაიტანოს. Браво! მეგობრებო, სასწრაფოდ გჭირდება თქვენი დახმარება. გათხრები უნდა დავიწყოთ. ბურთს რა ვუყოთ? მე ვიპოვით ტრაკ. თავარია ბაზის დამალვა არ დაგვავიწყდეს. არაფერი არ ჩანს. დო, აქ დადექი თუ შეიძლება. შუქი? კარგია, მაგრამ მაინც ბნელა. ანკი? შესანიშნავია. გეგმა ასეთია, თორი ზედაშრეს მოაშორებს, ბოლე მიწას გაიტანს. ზარი დაწრულებით ფოტო ანგარიშს მოამზადებს. მე? შენ ტრაკ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო გაქვს შესასრულებელი. მაგრამ ხატვა არ ვიცი. ეს მტრის მოსაშორებლადაა. ძალიან ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ, რომ არაფერი არ დავაზიანოთ. სად ხართ? კი. ტურბოზავრებო წინ! ვიპოვე. რა არის? მიდი დაუჩქარე. ვაშა! განძი! ახლა გავიგებ შიგნით რა არის. ციგნი? მეტი არაფერი? ტყუილად ვიმუშავეთ? ტყუილად არ გვემუშავია. ძველ წიგნებში წარსულის შესახებ ფასეული ინფორმაცია ინახება. ციგნი ბებიას უნდა წავუღოთ. ის კი ნაცნობ არქეოლოგებს გადასცემს. ბებია, რა იყო იმ წიგნში? ახლავე მოგიყვებით. ოღონდ ჯერ ნამცხვარი გასინჯეთ. საოცარი გემო აქვს. ადრე ასეთ გემრიელ ნამცხვარს რატომ არ აწყობდი? ადრე რეცეპტი არ მქონდა. ასეთი რა რეცეპტია? ძალიან ძველი რეცეპტია. ასეთ ნამცხვარს ჩვენი დიდი ბებიები და დიდი ბაბუები მიირთმევდნენ. შენ როგორ გაიგეს რეცეპტი? ერთ ძალიან ძველ კულინარიულ წიგნში წავიკითხე. აი თურმე რა წიგნი იყო? მართლაც ნამდვილი განძი აღმოჩნდა. როდემდე შეიძლება? 3 დღეა თავს ხმა წვიმაა.
რადიოთი გადმოსცეს, რომ მალე შეწყდება. შეწყდა? მორჩა. ვაშა! პრაუცნეური სალფი გამოაქვეყნეს ზერმა, შეხედე. ფოტო არ გამოვიდა. მე კი მგონია, რომ შველას ითხოვს. შეხედე, სველია და რაღაც მორებს ეხუტება. ართალი ხარ იქნებ ხაფაკში გაება. მაშინ უნდა გადავარჩინოთ. მე მგონი ფოტოზე ტყის ტბა. რომ დაიხჩოს? იქ გავიქცეთ ჩქარა. გამარჯობა. სად მიიჩქარით? ზერი უნდა გადავარჩინოთ. გავიქცეთ, გზაში მოგიყვებით. წვიმას ვუღებდი ფოტოებს, წყალმა კი ყველაფერი დატბორა. დაი, რა მოხდა? ძალიან მიხარია რომ მოხვედით, გადამარჩინეთ. გეგმა მაქვს. აქედან წყალი ტბორში უნდა გავიყვანოთ. არხს გავთხრით. წყალი გავა და ამოგიყვანთ. ყველას უნდა დავუძახოთ. მე და კატია დანარჩენებს მოვიყვანთ თორი და ტრაქიკი შენთან დარჩებიან. რატომ ველოდოთ დანარჩენებს? ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი. მართალია. როგორ გაუკვირდებათ? ჩქარა, იქით. წყალია. ჩვენ მხოლოდ არხი და წყალი წამოვიდა. გვეგონა, კარს გავაკეთებდით, მაგრამ წყალი უცბად მოვარდა. ზედად ბორისკენ კი არ უნდა გაგეთხარათ არხი, არამედ ქვედა. ეს ზიარჭურჭლის პრინციპია. წყალი ზედადან ქვედაში მიედინება. პეტი ახსნის დრო არ არის, ზერი უნდა გადავარჩინოთ. გეგმა შემდეგია. ბულ და თორ არხი გადაკეტეთ. სასტრაფოდ. სანამ ზერის თავი ჯერ კიდევ წყალს ზემოთა. თავს ძლივს ვიკავებ. ტურბოზავრებო წინ. მე რა გავაკეთო? ანკი ამორებს მოგაწვდის, შენ კი კაშხალი გაამაგრე. მე მგონი მოვასწარით. ვაშა, ზერი გადავარჩინეთ. არ ვარ დარწმუნებული. მინდა და გამემხნევებინე. გმადლობ, მხნედ ვარ. ახლა ქვედა ტბორისკენ წყალსაგდები არხი უნდა გავთხაროთ, რომ წყალი გავიდეს. საქმეს მივხედოთ. მოიცადე. გეგმა ასეთია. ჯერ მორებისგან ტიხარს დავდგამთ, მერე კი ახალი არხის გათხრას დავიწყებთ ქვედა ტბორისკენ. თავარია რომ დაქანება იყოს. გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო წინ! აი იქით, უფრო ღრმად გათხარეთ. ახლა კი იქით. აი ასე. ყველაფერი მზად არის. ახლა მთავარი უნდა გავაკეთოთ. ტიხარი მოვაშოროთ. შეიძლება მე მოვაშორებ, გთხოვთ. ვაშა, წყალი გადის. ზიარჭურჭლის პრინციპით გადის. თავისუფალი ვარ.
იდეა მაქვს. მინდა ჩემი მხსნელების საერთო ფოტო გადავიღო. ორა, უყუნდა რიწვიმოს. ბურთი დაბერილია. ახლა შეგიძლია რამდენ ხანსაც მოგვინდება იმდენ ხანს ვითამაშოთ ფეხბურთი თუ რა თქმა უნდა, ტრაკმა ისევ არ დააბიჯა. იმ ხრუბლებს შეხედე პიტერ დიდად არ მომწონს. კარგი რა, წვიმამ შეგაშინა? რა თქმა უნდა არა. ბიჭებო, სიმართლე გითხრათ, ბავშვები ვით იქცევით? ეგ არაფერი. მალე პეტია და კატია მოვლენ და ვითამაშებთ. როგორც ჩანს იწვიმებს. არ ინერვიულო, მალე გადაიღებს. ზერ, შეგიძლია აფრინდე და ნახო მალე გადაიღებს თუ არა. გაჩერდით! ახლა გაჩერდით! იქ ზევით! ზერ, რა დაგემართა? არა, ხო, ზევით ტორნადოა ტრიალებს და გზად ყველაფერს ანადგურებს. თანაც პირდაპირ აქეთ მოდის. აქეთ! ლაბირინთი უნდა დავმალოთ, რომ ტორნადომ არ დააზიანოს. აუცილებლად, მაგრამ ჩვენი მეგობრები? მათ რა ელოდებათ? ნუ გეშინია, პეტიას და კატიას აუცილებლად ვიპოვით. დროულად გავაფრთხილებთ. პეტია, კატია, გესმით? უსაფრთხო ადგილას დაიმალეთ. ტორნადო გვიახლოვდება. ჩვენს თქვენთან მოვალთ. თქვენს ადგილს სამყოფელს ვნახავთ, ახლა კი იჩქარეთ. აქ არიან! სწრაფად ტორნადო მალე აქ იქნება. პეტია, ბები უნდა გავაფრთხილოთ. მისი მეზობლებიც. რა კარგია რომ შევხვდით. ტორნადო გვიახლოვდება. უსაფრთხო ადგილას უნდა დაიმალოთ, მაგალითად სარდაფში. წავიდეთ. რა საშინელი ქარიშხალია. ჩვეულებრივი ქარიშხალი არ არის ბებია, ტორნადოა. წამოდი სარდაფში დავიმალოთ. იბოლიც მოვიყვან. კიტი, ახლა სადგაქრა ეს კატა. შენი აზრით უკვე სარდაფშია? მაშინ ჩვენც დავიმალოთ. კატა საფრთხეშია. უნდა დავეხმაროთ. ტურბოზავრებო, წინ! გამაგრდით. სახლი წესრიგშია, მაგრამ ბეღელი დავკარგეთ. ო, ამ არეულობის დალაგებას დიდი დრო დასჭირდება. არა მგონია, ხომ ასეა, ბულ. მართალია, თორ. მე და ანკი ყველაფერს უცებ გავაცუფთავებთ. თორ და დო. თქვენ მიწა მოასწორეთ. ტრაკ, შენ მასალები შეაგროვე და ბეღელი ააშენე. ზერ, მე შემიძლია ბეღლის აშენებაში დავეხმარო. ტრაქს მითითებებს მივცემ. გირჩევნია არც სადო.
მაშინ არაფერს არ გავაკეთებ. ბოლოს და ბოლოს დაღლილი ვარ. გადავარჩინე და კინაღამ ტორნადომ წამიღო. კარგი, შენ დაისვენე. თურბოზავრებო, წინ! შეხედე. ტორნადომ ვერაფერი დაგვიშავა. ო, მგონი ასეა, მაგრამ დაბნეული ვარ. მახსოვს, რომ ჩვენი ფეხელი უფრო პატარა იყო. ჩემი აზრით ზუსტად ისეთივეა, ბებია. მე საერთოდ ვერ ვხედავ განსხვავებას. დაბადების დღეს გილოცავთ ტრაკ. ეს კი ჩვენგან საჩუქარი. ჩვენი საერთო ფოტო. ახლა ტრაკ, სანთელი ჩააქრე და სანუკვარი სურვილი ჩაიფიქრე. დარა, ასრულდება? აუცილებლად დასრულდება. მინდა ვისწავლო სკეიტით სრიალი. სკეიტი შენ წინ უნდა გააგორო და ზედ შეხტე. აი, ასე. ჰო, სკეიტი წინ უნდა გავაგორო და ზედ შევხტე. სრიალის რა უცნაური სტილია. მოდი, უფრო ფრთხილად ცადე, კარგი? მითხარით, როგორ გამომდის? ძალიან კარგად გამოგდის, მაგრამ ვფიქრობ, უფრო დიდი სკეიტი გჭირდება. ერთი იდეა მაქვს. აი, ამით ივარჯიშებ. ოღონდ გთხოვ, არ გატეხო, თორემ ბებია გაგვიბრაზდება. მოდით რაკ სპეციალური ტრეკი აუშენოთ. ვაშა, ტრეკს ვაშენებთ, ტრეკს. ტრეკი შენდება ტრეკისთვის. აი აქ ავაშენებ ტრეკს. მე ქვიშას მოვაშორებ, თორი ქვებს დაამტვრევს, ანკი დატვირთავს და გადმოტვირთავს, ტრაკი კი გამყოფებს და აყენებს. ამოცანა გასაგებია? თურბოზავრებო, წინ! აბა ვნახოთ რა ტრეკია. მოიცადე, დამელოდე.
ტრეკი ტრაკისთვის მზად არის. მზად არის, მაგრამ ბევრი მტვერია. მედი ტრაკ, ნუ გეშინია. აუცილებლად გამოგივა. მიდი, მაგარია. გამოგივიდა. ვაშა. გმადლობთ მეგობრებო, რომ სანუკვარი სურვილის ასრულებაში დამეხმარეთ. მაგარია. მაგარია. რა მაგარია? ოჩახ, მაგარია. მალე ჩემი დაბადების დღე იქნება. ჯობს წინასწარ მოვიფიქროს სანუკვარი სურვილები. მე მინდა ეს ეი, სად მიდიხართ? ფეხბურთი ვითამაშოთ. ვერ ხედავ რომ არ ვცალია. და არაფერი არ გკითხოთ, ეს საიდუმლოა. საჯარიმო, კუდი დაუდე და კბილებით ითამაშე. ასე რა? კარგი, ძალიან შორიდან გამოვიქცევი? ძალიან შორიდან? აი, რაკეტა შევქმენით. ეს ხომ ბებიას ურიკა? იყო ურიკა, ახლა კი ეს რაკეტაა. რა საკეთებ? გაფუჭებ. მაგარია, შეიძლება გავისეირნო? არა, მხოლოდ ჩვენ ვიცით როგორ უნდა რაკეტით საირნობა. შენ არ იცი. მე მგონი უბრალოდ ზუნწები ხართ. წავიდეთ აქედან მეგობრებო. ზუნწები არ ვართ, უბრალოდ ძალიან ფრთხილები ვართ. ახლა სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ. შესანიშნავია, ახლა ასე ვცადოთ. ტრაკ, ძალიან მძიმე ხარ, ეს სახიფათოა. დამუხრუჭე ტრაკ, წინ ჭაობია. მუხრუჭების დაყენება დაგვავიწყდა. ჩქარა, ტრაკი ჭაობში ჩავარდა. ტრაკი საფრთხეშია, ტორბოზავრებო წინ.
მე მაშველი ვიქნები. არა, არ ვიქნები. დროის დაკარგვა არ შეიძლება. ეს ხომ ჭაობია. ანკი, ტროსი გადაუგდე და ნაპირზე გამოიყვანე. ბეჭა, გაჭა, ტროსი გამოკაჩეთ და ხეზე მიაბით. გაუძელით რაკ? ახლოს ვარ. გაუჭი, გადმოაგდეთ. ჭკარა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ? თორ, შენი დახმარება გჭირდება? ანკი, გამოკაჩე. გმადლობთ მეგობრებო, რომ იქიდან გამომიყვანეთ. ტურბოზავრები ყოველთვის მოდიან და სახმარებლად. ან მოფრინავენ. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.